Postscriptums და რამოდენიმე წამში სააკაშვილის ბოლო მთავარი ახალი კაბინეტის პოლიტიკა ანციათებენ მემარჯვენეებით მოყრელიძე თავისი პარტიის მარქსისტული ლოზუნგებით და საპრეზიდენტო კანდიდატი არსული და აწფორუს არქივში შემონახულთან ერთად თქვენ ახალ განცხადებას სკრიპტუმში თქვენ ასე მიხეილ სააკაშვილი წლები რა მინუსები და რა 5 იანვრის ყველანი ერთად გავაერთიანებთ დავით აღმაშენებლის არქის მიმართვამ აზერბაიჯანში ინგილოებმა საშვება ხდება სამჯერ. ენებში 1700 ბოლო დავით ნინკურაძის სკამსა და გვაქვს იდეალიტას რომ გვაქვს დემოკრატია. მთავრობა განსაკუთრებით შევდა მით უმეტეს რომ მას ლადო გურგენიძეს და პროგრამას პოსტსკრიპტუმის ახლა კი პირდაპირ სადაც პრეზიდენტი მთავრობის ხდომის დამტვერვა კლავ ხდება. ჩვენ მთავრობის დაწყებისთანავე მას მიხეილ სააკაშვილი თავამდე ბოლო პრეზიდენტის რანგში თბილისის მოსახლეობას თავშიც იმყოფებოდა 100,000 ლარი და ქალაქში პრეზიდენტის მეცხრე პროფესიების ცენტრი 280 სხვადასხვა ახალ პროფესიას ეუბნება სააკაშვილმა ხელფასების საუბრა. უნდა იყოს 500 იმის მიხედვით როგორი კვალიფიკაციის ხალხს შემდგომ აქ ჩვენ საუკეთესო სპეციალისტები მოხავს და იმან ხელფასი არ მიიღო ბადალი წაიღოს უკანაც. მზადებს თუ გადამზადებას გა? არა, ეს გადამზადებას სწავლობ. ესე არ სწავლობ და ამის გაკეთებ. და რამდენი წლის მზადებით ბოდიში ვკითხეთ. ბატონო? ესე იგი, ეს არის რა ადამიანი, აი ამასაკის ადამიანები 30-დან 50 წლამდე, 60 წლამდე და უფრო მეტიც. ყველა უნდა ძალიან ადვილი რაღაცების პატარა რაღაც კორექტირება ჭირდება, რომ მოერგონ თავის თანამედროვე ეკონომიკას და ჩვენ დღეს დასაკაკი ხალხი არ აქვს. იმიტომ რომ გვაქვს დემოგრაფიული პრობლემები საქართველოს როგორც ყველგან რეგიონში, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი მით უმეტეს ასეთ ეხა ეს არ არის უმაღლესი მათემატიკა თუ ამ რაღაც გამოცდილება აქვს სფეროში ყველა ადამიანი უნდა დასაქმდეს. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი უნდა გადამზადდეს. თქვენ რომ თქვენისგან ადამიანები რომ მოდიან აქ გადამზადებაზე, ეს არის ჩვენთვის დიდი პატივი მართლა, იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ გვენდეთ რომ ყველა ადამიანს აქვს გასაუარდე, ყველა ადამიანს აქვს შანსი. თქვენი სახელი? არა, ძალიან სასიამოვნო, გისურვებთ წარმატებას. ამავე ცენტრში პრეზიდენტი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ პედაგოგებს შეხვდა, მათგან 45-ს ღირსების ორდენი გადაეცა. მიხეილ სააკაშვილი მათაც ხელფასების გაორმაგება შეპირდა. ფონდში წყალსადენს ვაკეთებთ ახლა ვაშილებს და დავთ. რა უკვე მახსოვს აჭარის მოვლენები შეიძლება ზუსტად. და ძალიან მაშინ წამახალისეთ და შთამბოლეთ ვარ. მე ახლა დავადგინო პროდიუსერთან დაიწყო თუ არა მთავრობის ხდომა, ჯერ არა, მაშინ ასე ჩვენ სხვა თემაზე გადავალთ. ანტი მიშა ასე დაახასიათეს მემარჯვენება თავიანთი საპრეზიდენტო კანდიდატი დავით გამყრელიძემ მემარჯვენესთან ერთად დღეს მონარქისტად მოგვევლინა. ყრილობის დელეგატებს მან თავისი მომავალი მთავრობის მონახაზი წარუდგინა. გამოსulis დასაწყისში კი ბუტა რობაქიძე და სანდრო გირგვლიანი მოიხსენა. ყრილობის სხვა ამბებსა და დეტალებს უკვე ჩვენი კორესპონდენტი პაატა იაკობაშვილი მოგიყვება და გიჩვენებთ. ახლები საპრეზიდენტო ბრძოლას ძველი ლიდერით და ახალი დევიზით იწყებენ. ჩვენ გვწამს ღმერთი და ჩვენ შევგვწევს ძალა. ეს დეტალები გასაიდუმლოებული იყო. დღის 3 საათზე ახალი მემარჯვენეების ლიდერის დარბაზში შემოსვლით პარტიის ყრილობა გაიხსნა.
დარბაზში მსხვდომთაგან ყველაზე მეტად ალბათ მაინც დავით გამყრელიძის მეუღლე ღელავდა. მე ჩემზე არ ვილაპარაკებ, მე ვიძახი რომ დათოს ყოველთვის მძიმე გზას ირჩევს, მაგრამ სამართლიანს და ამიტომ ფიქრობ რომ რთული გზა იქნება, იმიტომ რომ დათო ყოველთვის რთული გზით მიდის ცხოვრებაში, მაგრამ სიმართლით. თუ გზაზე სიმხარდაჭერის იმედი გაქვს პირველ რიგში. ქართველი ხალხის რა თქმა უნდა, ჩემი მეუღლის და მთელი ამ საზოგადოების ვინც აქ არის შეკრებილი. ფიქრია ჩიხრაძე თავადვე გამოტყდა რომ დღეს თავისი გამოსვლის ტექსტი პირველად დაწერა. აქამდე ყოველთვის ექსპრომტს ამჯობინებდა. დღემდე ჩემთვის შინაგანად არგუმენტირებული გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ იყო მიღებული. დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით აბსოლუტურად მყარად ვარ ჩამოყალიბებული და ვთავაზობ ჩემს პარტიას, ჩვენი პოლიტიკური ლიდერის, ჩვენი მეგობრისა და თანამებრძოლის, საიმედო კაცის დავით გამყრელიძის კანდიდატურას. ხალხის და ოჯახის მხარდაჭერა გამარჯვებისთვის საჭირო, მაგრამ არასაკმარისია. გამყრელიძეს უკვე კარგად გამოცდილი პოლიტიკური პარტნიორების იმედიც აქვს. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და განსაკუთრებით მრეწველები კიდევ ერთხელ ეცდებიან ახლებთან ერთად რთულ გზაზე გავლას. გამყრელიძის კანდიდატურას მხარი ყველამ ერთხმად დაუჭირა. ზოგმა პოლიტიკური შეხედულებების გამო, ზოგმა იმიტომ რომ არ მოსწონს ხელისუფლების დამოკიდებულება მეცნიერებისადმი, ზოგმაც მისი წარმოშობის გამო. რაჭველები ბედნიერები არიან იმიტომ რომ არ ყოფილა პრეცედენტი საქართველოში რაჭველი ყოფილიყოს პრეზიდენტი. ამიტომ რაჭველები დინჯი ხალხია, მაგრამ საქმეს ვაკეთებ ძალიან თანამიმდევრულად და ძალიან გონივრულად. ხელისუფლებამაც თავის მხრივ გააკეთა სტრიპტიზი და დაანახა თავისი სახე ვულგარულად საზოგადოებას. ამიტომ დღეს როგორც არასდროს საზოგადოების მობილიზება კიდევ ერთხელ არის საჭირო იმისათვის, რათა ეს ვულგარული ძალა რაც შეიძლება დროზე ჩამოშორდეს ქვეყნის მართვას. ყრილობაზე დავით გამყრელიძის სიახლოვეს სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის ნათესავები ისხდნენ. რაც ჩემში განსაკუთრებული ყურადღება მიიღო თქვენ დამიმზნეული პარტიის თანამიმდევრებმა და კარგად გააზრებულმა პოლიტიკამ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ახალ მემარჯვენეთა პარტიაში ოფიციალურად გაზრდილი. ყრილობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც პრეზიდენტობის კანდიდატის გამოსვლა იყო. მე პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დავნიშნავ რეფერენდუმს, რომელიც გაიმართება აპრილში საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. რეფერენდუმის მეშვეობით ქართველმა ხალხმა ერთ ძალზედ სერიოზულ კითხვას უნდა გასცეს პასუხი. როგორი სახელმწიფო მოწყობა გვინდა საქართველოში, საპარლამენტო რესპუბლიკა თუ საპარლამენტო მონარქია? რაც შეეხება კონსტიტუციური მონარქიის პირობებში მეფეს პირველი წლების განმავლობაში მისი მოვალეობა რეგენტმა უნდა შეასრულოს და ასეთ რეგენტად მეფის მოვალეობის შემსრულებლად ჩვენ ყველას მისი უწმინდესობა ილია მეორე წარმოგვიდგენია. სასამართლოების სრული დამოუკიდებლობა, უფრო მეტი უფლებები რეგიონებს, პროკურატურის გაერთიანება იუსტიციის სამინისტროსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციების შეკვეცა, სოციალური პოლიტიკის გადახედვა და კულტურასა და მეცნიერებაზე მეტი ზრუნვა. ეს ახალი მემარჯვენეების პოლიტიკური კურსის შემადგენელი ნაწილებია. მე დღეს შეგნებულად არ ვაპირებ ვილაპარაკო ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე, რადგან ეს პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ნატოში ინტეგრაციასა და რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებს. მე მაქვს ჩემი ხედვა, ჩემი სამოქმედო გეგმა და მიუხედავად იმისა, რომ ასე გართულებულია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა, ასე დაძაბულია ქართულ-რუსული ურთიერთობები. მე მისი რეალიზაცია და ტერიტორიული მთლიანობის ეტაპობრივი აღდგენა უახლოესი წლების პერსპექტივად მიმაჩნია და მე ამას დავამტკიცებ. უმუშევრობასთან ბრძოლა და დასაქმებაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთესი პირობების შექმნა დავით გამყრელიძისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. გამარჯვების შემთხვევაში სოციალურ სფეროზე ახლები განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ. შეღავათებზე ბევრი რამ ითქვა, მაგრამ ეკონომიკაში მემარჯვენე კურსი შენარჩუნდება. ჩვენ შევთავაზებთ ადამიანებს შემოსავალს, დასაქმებას და შემდეგ ის თავის შემოსავლით რა თქმა უნდა უზრუნველყოფს თავის თავს. ახლებს საკადრო პოლიტიკაც განსხვავებული ექნებათ. შერჩევა არა მენეჯერული, არამედ პროფესიული თვისებებით. ამიტომაც იუსტიციის მინისტრი იურისტი იქნება, ენერგეტიკისა კი ენერგეტიკოსი. არა, ნამდვილად ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგი არ არის. დაახლოებით 10 დღის წინ თუ არ ვცდები, რადგან დავით გამყრელიძემ თხოვა
შეხვედრა რაღაც საკითხთან დაკავშირებით შევხვდით და მაშინ მან გამიცხადა რომ აპირებს აქვს ესეთი მოსაზრება. ახალი მემარჯვენე პოზიციების დეკლარირებას და კანდიდატების დასახელებას 2 საათი დასჭირდა. 5 იანვრამდე ახლები უფრო მეტის თქმას და გამარჯვებას აპირებენ. რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას ლეიბორისტების გარეშე, ისინი საარჩევნო ეგრეთ წოდებულ კამპანიას ჯერჯერობით ქუჩაში აგრძელებენ. დღეს მათ მანქანებით მთელი თბილისი შემოიარეს, ხვალ კი რიყეზე გრანდიოზული აქციის ჩატარებას გეგმავენ. CSKO-ს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილმა კი პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დღეისათვის საქართველოს პრეზიდენტობის სრული 9 პიროვნებამ გამოთქვა. შემდეგი კვირიდან ისინი როგორც საჭირო 50,000 ხელმოწერის შეგროვებას, ასევე აქტიურ საარჩევნო კამპანიას დაიწყებენ. მანამდე კი გვინდა შეგახსენოთ ზოგიერთი მათგანის წარსული. თავიდანვე ვიტყვი, რომ შერჩევა ძალზე სუბიექტური იყო. თენგიზ გოგოტიშვილმა კი ამისათვის საარქივო მასალის 300 საათი გადაამუშავა. ამ ტიტანური შრომის შედეგი ნახეთ პოსტსკრიპტუმში. მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ გავეცანი, ჩემი თაღლითი წინაპრის ყვარყვარის შესახებ მხატვრულ ფილმს მივიღე გადაწყვეტილება გადავდგეს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან. ხალხს კი ბოდის ვუხდი ურცხვით ყუილებისათვის. მიხეილ სააკაშვილი. აი ამ ორ ნობაც დღეს ბატონ მიხეილს ჩვენ ფოსტის საშუალებით დაუგზავნით. ხო და ჩემო კარგებო. მოითხოვეთ ადრეული არჩევნები და მიიღეთ კიდევ უფრო ადრეული არჩევნები. და აკაკუნებ დემოკრატიის კარზე. დემოკრატიის კარი ღია. დემოკრატიის იმიტომ არა რომ ნათელაშვილმა შეუძახა, მაგრამ მაინც გადადგა. თუმცა ოპოზიციის გულის მოგება ძნელია. მით უმეტეს თუ ამტკიცებს, რომ სცენარი ჯერ კიდევ 2006 ოქტომბერში აქვს გაშიფრული. სასწრაფოდ შეემუშავა სპეცოპერაცია ვაშინგტონელ ექსპერტებთან ერთად კოდური სახელწოდებით მეორედ მოსვლა, რაც ნიშნავს, რომ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში მოასწროს ხელმეორედ სახელმწიფოს მეთაურად მოსვლა. 1 წლის წინანდელი ვითარება რამდენიმე საათში თავდაყირა დადგა. ნათელაშვილსა და სხვებს უცებ ისევ გაუჩნდათ ცდუნება, ერთადერთი ბიულეტენით სააკაშვილი, ბუში და ეშმა ერთად უარყონ. პირველ რიგში ეშმას. ქართული პოლიტიკის წესია, არავითარი წესი. არც მუდმივი მოკავშირე და არც მუდმივი პრინციპი. მუდმივი მხოლოდ მიზანია, ხელისუფლება. გამყრელიძე, ექიმი, წარმატებული მეწარმე, პოლიტიკური ლიდერი, რომელიც იბრძვის. ექიმს ბიზნესმენსა და ლიდერ გამყრელიძეს საარჩევნო კლიპი მოუძოლდა. მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი გაჩეჩილაძე დღეს კონკურენტად დაუდგა და იმავე ოპოზიციური ელექტორატის იმედი აქვს. პარადიული ხსოვნა ყველა პარტიულ ერთობას არადა რამდენია მოსაგონარი. კარგად მოსაგონარია მაგალითად 90-იანი წლები, როდესაც კომპანია ალდაკს დაზღვევის ბაზარზე ლომის სტილი ჰქონდა. ავად მოსაგონარია ალიაკოთი, რაც ამას მოჰყვა. იქ არის გამყრელიძის ინტერესი, თარგამაძის ინტერესი, ვიღაც სხვა მინისტრის ინტერესი. აბსოლუტურად პოლიტიკური ბრძოლის ხერხი დავით გამყრელიძესთან, რომ სამაგალითოდ დაისაჯოს. დავით გამყრელიძე თავისი სიმართლისთვის ექსკლუზიური უფლება მიეცია. აი ბიზნესში სადაც წავიდა, ექსკლუზიური უფლება. გამყრელიძეს ყველაზე ხშირად პოლიტიკურ ინტუიციას უწუნებენ. უფრო მას შემდეგ, რაც შევარდნაძეს პრეზიდენტობის ბოლოს წინადღეს საპარლამენტო ქორუმი მოაგროვებინა. ან როდესაც არეულობების დროს რუსთაველზე ჩნდებოდა და განცხადებებს აკეთებდა. ეს მოქალაქეებს, გმირებს, მირცეულ ადამიანებს, ჩვენ საუკეთესო მოქალაქეებს დაუპირისპირეს, ნიღბიანები დაუპირისპირეს, ხელკეთიანები და რასთავარი დაუპირისპირეს ავტომატიანები. გამყრელიძეს მომენტის გრძნობა მაშინაც უღალატა, როდესაც 1 წლის წინ თბილისის მერობის კანდიდატი შეარჩია. ერთი ვერ მოიზიდა, სხვები გადაიმტერა. პადრი პატარკაციშვილის შემთხვევაში თუ ის იქნა კანდიდატი ეს ერთიანი ოპოზიციიდან იქნება თუ ჩვენი პარტიიდან, მიგვაჩნია, რომ გამარჯვების მიღწევა სრულიად რეალურია. ინტუიცია ზოგადად არ მიეკუთვნება ქართულ პოლიტიკოსთა ძლიერ მხარეებს. გამყრელიძის ძველი მეგობარი ლევან გაჩეჩილაძე ამ უწესო წესებს სხვაზე რთულად ეგუებოდა. პოლიტიკური სიმპათიები მისთვის ხშირად პირადზე უკან იდგა. ამიტომაც გაუკვირდა ბრალდებები მიხეილ სააკაშვილისგან, რომლის საარჩევნო შტაბის უფროსიც 1 წლით ადრე იყო. ვინ არის ოლიგარქი, კაცო? არ აქვს თქვენია მიშა, რას ლაპარაკობ? ოლიგარქი არის ყველა ის, ვინც პარლამენტში ღია ურცხვად ახდენს სამოთარი ფინანსური ინტერესის ლობიებს. ვინ ახდენს თქვენ? ვისაც მართლა არ შერცხვა ოლიგარქი ეძახა გაჩეჩილაძისთვის, დღეს უკვე მისი საპრეზიდენტო კამპანიის ლიდერობის არსს ხვენია. პრეზიდენტობის კანდიდატს კობა დავითაშვილთან კითხვები აღარ უჩნდება. ჩანს ისწავლა წესები, თუმცა სწავლის ძირი მწარე იყო. კაცობა გესმის იმაში, შენ მე შემოთავაზე $500, რომ იმაში რომ შენთვის მე კაცობა მესმის რომ უარი გითხარი მაგ $500. მე შენთვის არაფერი $500 არა შენ უმითავაზებია. მე გითხარი რომ თუ მომეხმარები იურიდიული მომსახურების გაწევაში მე მზართავარ რომ მიიღო შენი ანაზღაურება.
ვიცნობთ მას დიდი ხანია და მართლა თავის ცხოვრებაში აი მოუწელობის დროსაც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ბიზნესს. შევარდნაძემ რომ მოიცალა და ბიზნესზე მართლა დაფიქრდა უკვე გვიანი აღმოჩნდა. მათ სინდისზე იყოს და მოღვინებას თავი დაანებებს, კაცო, მოღვინებას მოკიდე ხელი. რაც იცი ის საქმე აკეთე. ვისაც ინტუიცია არ ღალატობდა, იმდროინდელი ხელისუფლება იყო. ისე აგიხდეთ ყველაფერი როგორც პრეზიდენტსა და სახელმწიფო მინისტრს აუხდათ ბიზნესის შიში 2003 წელს. საკმაოდ სახიფა თუ აუცა ბიზნესი პოლიტიკაში გადადის ხოლმე. ჯორბენაძეს თუ გაჩეჩილაძეც შეუცვლეთ, რამე დიდი არაფერი არ შეიცვლება. ახლა ალბათ სხვა დროა. თუ ჯორბენაძის ჩანაცვლებას აზრი არ ჰქონდა, სააკაშვილის შეცვლის კამპანიას უკანასკნელ თეთრამდე სწორედ პატარკაციშვილი აფინანსებს. და მასში რამდენადაც ცნობილია თავადაც მონაწილეობს. ნურავის შეეპარება ეჭვი რომ მთელი ჩემი ძალღონე, ჩემი მთელი ფინანსური რესურსი უკანასკნელი თეთრის ჩათვლით მოყანებული იქნება საქართველოს ფაშისტური რეჟიმისგან გასათავისუფლებად. გაუმარჯოს საქართველოს, ეს გახოთ ბადრი პატარკაციშვილის განცხადება. მომავალი თაობის აღზრდაზე პატარკაციშვილი ყოველთვის ზრუნავდა. და ყოველთვის იცოდა რომ ყველას ერთი და იგივე მიზანი აქვს. ყველას პრეზიდენტობა უნდა. სულ ყველას მეც არის. გოგოებსაც ბიჭებსაც? კი, ყველას. მას შემდეგ გასულ 5 წელიწადში დიდმა ფულმა დიდი საქმე გააკეთა. ფულსუნი შეიძლება მართლაც არ ազდის, მაგრამ პოლიტიკას ეს გამოთქმა აღარ ეხება. მოწმეთ ტელევიზიის არქივი დაგვიდგება. ბადრი პატარკაციშვილი, ვითომ მეცენატი, რომელმაც ხელში ჩაიგდო მთელი ქართული კულტურა, ცირკიდან დაწყებული ქორწინების სასახლი დამთავრებული და შავი ზღვის სპორტები დამთავრებული ყველაფერი. ეს ბურჯანაძე, მაჭავარიანი და მხარს უმშვენებს პატარკაციშვილი თავისი ფულით და ალბათ თავისი კვანძებით რუსეთთან. ბიზნესის პოლიტიკაში მოსვლის დრო დამთავრდა. ეს უკვე იყო საქართველოში, ბევრი მოვიდა ბიზნესიდან პოლიტიკაში. რამე განსაკუთრებული სიკეთე არც ბიზნესისთვის და არც ამ ადამიანებისთვის ამ გადაწყვეტილებას არ მოუტანია. შევარდნაძეების ოჯახში სერიოზულად იხილებოდა წინადადება, რომ მოენახათ ვინმე მილიარდელი ბიზნესმენი, რომელსაც ასე ვთქვათ, მიხიდიდნენ ქვეყანას, ანუ ჩააბარებდნენ მის მართვა გამგეობას და დღეს ბატონმა შევარდნაძემ თავისპირით დაადასტურა ჩემი ეს აზრი. დრო იყო პატარკაციშვილთან მეგობრობა სამალავი საქმე იყო. შემდეგ გადაწყვიტეს, ოღონდ აქ ჩადოს ფული და სადაც უნდა იქ ილოცოს. მასშტაბი ცოცხალი გაუჩნდა სპორტიდან სპორტამდე, ცირკის გავლით. მთავარი ცირკი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც ფულის გარდა სხვა რესურსებზე ალაპარაკდა. ბადრი პატარკაციშვილში ისინი ხედავენ ფულის ტომარას. და მე მინდა უთხრა ასეთ ადამიანებს, რომ იმის გარდა რომ მე მაქვს რესურსი, რომელსაც ფული ქვია, მე კიდევ სხვა რესურსების გამოჩნია, პირველ რიგში ამას ქვია ტვინი. როდესაც საქმეში ყველა რესურსი ჩაერთო და პოლიტიკური ფოლკლორის გმირი თითქმის ავტობიოგრაფიულ რუსულ კინოგმირად იქცა, ახალმა ხელისუფლებამ ძველზე არანაკლები ნანა. ახლა ყველაზე ის დაფიქრობს, ვისი მატარებელი ჩაიგრუხუნებს არჩევნებზე და ვის ექნება შემდეგ საქმე სასიმღეროდ. შეჯერებით პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი უცხოეთიდან აწარმოებს თავის კამპანიას. მან კვლავ მისცა ინტერვიუ ტელეკომპანია RTV-ის, სადაც საუბრობს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებაზე, ხოლო ქართულ ამომრჩეველს ლექსითაც მიმართა. Если Бадри Патаркацишвили становится президентом, то курс на взаимоотношения с Москвой остается практически такой же жесткий, как при Саакашвили. Я думаю, что это так, но формы будут совершенно другие. Для Москвы не имеет значения, кто сегодня будет управлять страной, которая называется Грузия. Да? Больше никто не позволит чувствовать себя в роли младшего брата. Когда ему там по затылку бьют и говорят: пацан, пойди там воду принеси. Да? Но я совершенно категорически против тех форм взаимоотношений, которые у нас сложились, когда наши народы просто поссорили с друг другом. Да? Я считаю, что это неправильно, потому что когда ты говоришь жестко, что ты знаешь, я хочу быть равным, и не имеет значения, ты большой или маленький, да, то тебя хотя бы за это должны уважать. Но не надо при этом оскорблять личности, не надо при этом переходить на то, что во всем видеть руку Москвы, не надо при этом делать все возможное для того, чтобы натянуть и так натянутые взаимоотношения. Да? Не надо.
საფირუს ხმელეთ ზურმუხტო ჩემო სამშობლო მხარეო შენი ვარ შენთვის მოვკვდები შენზე დვე გლოვიარეო მომავალ სამშაბათს პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს კანონს ამნისტიის შესახებ და უკაცრავად დიდი როდეში ახლა ჩემი პროდიუსერი მატყობინებს რომ მთავრობის ხდომაც დაიწყო და ჩვენ მას პირდაპირ ეთერში გთავაზობთ რომლის შემდეგ ჩვენ კვლავ დავბრუნდებით Abzendit. მოგესალმებით. პირველ რიგში მივესალმები საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, მინისტრთა კაბინეტის გარკვეულწილად გადახალისებულ შემადგენლობას, ჩვენს ორ ახალ მინისტრს და მე მინდა გისურვოთ წარმატება და მინდა გისურვოთ გამოთქვა რწმენა, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, ამომწურავი, კონკრეტული, რეალისტური და საქმის ძალიან ზუსტი ცოდნით გაკეთებული აღმოჩნდება ის ძალიან კარგი საფუძველი, რომელზეც ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის შემდგომ განვითარებას. მეორე საკითხი, რაც მინდა გითხრათ, არის ის, რომ თქვენ იცით, რომ ჩვენ მიმართეთ ჩვენს ხალხს განახლებული დემოკრატიული მანდატისთვის, ჩვენ მიმართეთ ჩვენს ელექტორატს იმისათვის, რომ 5 იანვარს ხელახსა მოგვცეს საშუალება გავაგრძელოთ ქვეყნის მართვა გაძლიერებული დემოკრატიული მხარდაჭერით, ჩვენი ამორჩევლის აქტიური მონაწილეობით, იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ გადალახოს ყველა არსებული სიძნელე, იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ყველა იმ ამოცანეს ზუსტად შესრულება, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ იცით, რომ ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას ხვალიდან, პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას 40 დღის განმავლობაში და მე ვიქნები ჩართული საქართველოს პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში. ამიტომ მე დღეს გადავწყვიტე მინისტრთა კაბინეტის ამ შემადგენლობას მივცე დავალებები გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან გრძნობიარე პერიოდი საქართველოსთვის. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ ჯერ ერთი საქართველოს უსაფრთხოება, საზოგადოებრივი წესრიგი, ავიცილოთ თავიდან ყველა შესაძლო პროვოკაცია, ყველანაირი გართულებები, რისი მცდელობაც ჩვენ ეძვგარეშე ფიქრობთ და ასეა და ეს ასე იქნება ნამდვილად, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოების სტრუქტურები არიან მომზადებული, რათა ყველაფერი ეს თავიდან აიცილოთ და არ დაუშვა რაიმე სახის პრობლემების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი წესრიგის კუთხით. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან გრძნობიარე სხვადასხვა რეგიონალური პირობების და პრობლემის მიმართ, მაგრამ ასევე ჩვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენ ვართ მომზადებულები იმისათვის, რომ ეს ყველაფერი სათანადო დონეზე, ამ ყველა საფრთხის სათანადო დონეზე აცილება მოახერხოთ. მეორე საკითხი ეს არის ის დავალება, რომელიც მე მიცემული მაქვს ადრე, მაგრამ ახლა არის როგორც ყოველთვის, როგორც არასდროს აქტუალური. ჩვენ არ უნდა დაუშვათ, რომ საქართველოში ამ ზამთარში იყოს ვინმე, ვისაც ცივა, ვინმე, ვისაც შია, ვინმე, ვისაც სხვა სახის უკიდურესი პრობლემები აქვს. ამისათვის ჩვენ უნდა ავამოქმედოთ ის საპენსიო მექანიზმები და გაზრდილი პენსია, რომელზეც საუბრობთ. ამისათვის ჩვენ უნდა ავამოქმედოთ უმწეოთათვის დახმარების განსაკუთრებული პროგრამა. ამისათვის ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა საჭირო ღონისძიება დაწყებული იქ შეშის პროგრამიდან, დამთავრებული ვაუჩერების პროგრამით, ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყნის და ამის შესახებ მე მქონდა საუბარი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, იმისათვის რომ ზამთარი იყოს და უახლოეს თვეები იყოს დაცული, უზრუნველყოფილი და ჩვენ თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი სიძნელეები თითეული მოქალაქის, თითეული ქართული ოჯახისთვის. ეს დავალება გაქვთ, ბიუჯეტში ცვლილებები შესულია, ჩვენ ეს უნდა პარლამენტში გავიტანოთ და ჩვენ შევძლოთ ყველა ამ პრობლემის უკეთესად გადაჭრა და სიტუაციის დაჭერა და გაუმჯობესება. ჩვენი ამოცანა არის საარჩევნების დემოკრატიულად ჩატარება. ჩვენ არა მხოლოდ ახალი მანდატის მიღება გვინდა, ჩვენ გვინდა ისეთი მანდატის მიღება, რომელიც მთლიანად
გაამტკიცებს და გააძლიერებს ქვეყნის საერთაშორისო პოზიციებს, განამტკიცებს თითოეული ჩვენგანის მომავალ პერსპექტივებს საქართველოს გაერთიანებისთვის, საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნისთვის. ამიტომ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ ძალას ჩვენ მივცემთ საშუალებას ძალიან დემოკრატიულ სიტუაციაში არჩევნებზე გასვლის იმისაც, რომ ქართულმა ხალხმა გადაწყვიტოს, ვის რა შანსს აძლევს, ვის რა მხარდაჭერას აღმოუჩენს, ჩვენ უნდა ასევე უზრუნველყოთ მასმედიის ყველა საშუალების თავისუფლება იმ პირობებში, როცა დაცული იქნება საქართველოს კანონმდებლობა, გამორიცხული იქნება ყოველგვარი ძალადობრივი მოქმედებები. და რა თქმა უნდა, ყველა ის ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რომელიც დემოკრატიულ სამყაროში იცავს დემოკრატიას, დემოკრატიის მოწინააღმდეგეთა და ძალადობრივი გზის მომხრეთა მხრიდან. და ამ მხრივ საქართველოს მთავრობამ გადადგა ძალიან სერიოზული ნაბიჯები და ჩემი მთავრობა არჩევნების დღემდე და არჩევნების დღის შემდეგაც აპირებს, რომ ამ მხრივ ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადადგას, ძალიან მკვეთრი პოზიცია დაიკავოს. ამავე დროს ჩვენ თანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ჩვენ მოვიწვიეთ EUTOS ევროკავშირის დამკვირვებლები, ძალიან დიდი მხარდაჭერა აღმოგვიჩინეს ჩვენმა მეგობრებმა, იცით გუშინ ლიტვის და პოლონეთის პრეზიდენტები იყვნენ, გუშინ წინ საუკუნის 2 დღის წინ საუკუნის კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი რკინიგზასთან დაკავშირებულს. ერთ სიტყვით ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევებით სახსავსე პერიოდი არა მხოლოდ მთლიანად ქვეყნისთვის, არამედ თითოეული მისი მოქალაქისთვის, თითოეული ქართული ოჯახისთვის, მაგრამ საქართველოს როგორც ყოველთვის ამას გადაიტანს ძალიან მედგრად, ძალიან მტკიცედ. დარწმუნებული ვარ, თელ მსოფლიოს დავანახებთ ჩვენ სიმშვიდეს, ჩვენს ორგანიზებულობას და დავანახებთ, რომ საქართველოს ყავს ყველა დონეზე, როგორც აქამდე დავანახეთ, მთავრობა და ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია სიტუაციის კონტროლი, რომელსაც შეუძლია სიმშვიდის პირობებში ფუნქციონირება და ქვეყნის განვითარების გაგრძელება ყველაზე უფრო საარჩევნო, ყველაზე უფრო პოლიტიკურად ცხელ პერიოდებშიც კი. მე ისიც მინდა გითხრათ, რომ ამ პერიოდში თქვენი მუშაობა შეფასდება განსაკუთრებულად გამადიდებელი შუშით. ჩვენ კიდევ ბევრი ცვლილებები გვექნება წინ, ეს მინდა ყველა მიცოდეს. ჩვენ გვეყოლება ყველა დონეზე, გვექნება ყველა დონეზე სხვა ნაბიჯები გადასადგმელი იმისათვის, რომ ზოგადად ქვეყნის განვითარება ბევრად უფრო ინტენსიურად და სწორად გაგრძელდეს. ეს არის ასევე საზოგადოების მოთხოვნილება. ამიტომ მეც, ახალი პრემიერ-მინისტრიც, თითოეული ჩვენგანი დეტალურად დააკვირდება არა მხოლოდ თითოეული მინისტრის მოქმედებას და ადგილობრივი მმართველობის მოქმედებას, არამედ ყველა დონის ადმინისტრაციული აპარატის წარმოადგენლის მოქმედებას. საშუალო რგოლს პირველად წარმოადგენს საზოგადოებას ყველა წერტილში, სადაც სახელმწიფო აქვს შეხება ჩვენ ხალხთან, ყველგან ჩვენ უნდა ვიყოთ განსაკუთრებულად ფაქიზი, განსაკუთრებულად მობილიზებული, განსაკუთრებულად ეფექტური, იმისათვის, რომ არ გავაცინოთ საქართველოს ტერი და იმისათვის, რომ საქართველოს ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა ჩაობაროთ ნამდვილად ხუთიანზე. აი ეს არის რაც მე თქვენთვის მინდოდა მომეცა დავალების სახით. ჩვენ აქ აგვაქვს დღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე გაგაცნობთ და დარწმუნებულია ყველა მიღებული იქნება. ლადო გურგელიძის აქვს ყველა მანდატი იმისაც, რომ კორექტირება მოახდინოს შემდეგი 40 დღის განმავლობაში კონკრეტული გადაწყვეტილებების და ცხოვრება უნდა გაგრძელდეს როგორც ჩვეულებრივ, განსაკუთრებული მობილიზაციის პირობებში ოღონდ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი 40 დღე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი დამთავრდება ძალიან კარგად. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ოღონდ ყველამ უნდა გაანწუროს ხელი. ოღონდ ყველანი იყავით ფხიზლად. და როგორც აქამდე ვიყავით წარმატებულები, ასევე წარმატებით დავაგვირგვინებთ ამ კამპანიას და საქართველოს ისტორიაში 5 იანვარი შევა ძალიან დიდი ახალი ეტაპის დასაწყისის დღედ და თარიღად. დიდი მადლობა გამოსაზრებებით. ანუ ეს ჩემთვის პირველი სხდომაა მთავრობისა. ყველა მომართულია სამუშაოდ, აგერ მთელი შაბათი კვირა ფაქტიურად მიდის მუშაობა ამ საკითხებზე, სხვა კონკრეტულ ღონისძიებებზე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ამ ჩვენი ერთიანი ახალი სოციალური პოლიტიკის ნაწილი.
ჩვენ ძალიან ბევრი მოგვიწევს მუშაობა საიმისოთ, რომ 2008 წლის ბიუჯეტი რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება ხალხისკენ მიმართული და მოტრიალებული წარუდგინოთ პარლამენტს, ჩვენ ამას გავაკეთებთ მაქსიმუმ ალბათ 10 დღეში, არა ნიკა? დაახლოებით 10 დღეში თუ ნაკლებში არა. და გარდა ამისა არის რა თქმა უნდა ბევრი მიმდინარე თემა და უკვე დავიწყეთ ამ ყველაფრის და მიუხედავად სიტუაციის აი 40 დღიანი ასე ვთქვათ პერიოდის და მიუხედავად დავიწყეთ უკვე ფიქრი და მუშაობა იმ სტრატეგიულ პროექტებზე რომელიც ჩვენ გვაქვს იქნება ეს ფოთი, რკინიგზა თუ სხვა და სხვა იმიტომ რომ ასე ვთქვათ საამისო დრო სხვა არ იქნება თუ არა ყოველდღიური მუშაობის ერთ-ერთი მთავარი დარტყმა ისე მოტანაც უნდათ ბოლო კვირეებში ეს არის ჩვენ საინვესტიციო ფონდზე რომ საქართველოში არავინ არ ჩადოს ფული და იმდენად ამდენადაც შვიდად ჩვენ გადავიდეთ ამ პერიოდს პირიქით ბევრად უფრო მეტ შედეგს მივიღებთ ეს არ არის დიდი საიდუმლო რამდენად უფრო წყნარი და სტაბილური გარდამავალი პერიოდი იქნება იმდენად კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩამოვა საქართველოში ესე იგი კიდევ მეტი სამუშაო ადგილები გაჩნდება ისევ კიდევ მეტი საშუალება იქნება ჩვენი წარმოების ჩვენი ვაჭრობის სექტორის თითეული ადამიანისთვის უკეთეს შესაძლებლობის შექმნის კუთხით. მე ამასთან დაკავშირებით მე მინდა შეგახსენოთ, რომ 1 დეკემბერს ჩვენ ვიწყებთ ჩვენ დაგეგმილ პროგრამას უმუშევრობის დაძლევის კუთხით. აქ დათოსთან დაკავშირებით თქვენ იცით, რომ კორექტირები მოვახდინეთ ჩვენ. იმიტომ რომ ეს უნდა იყოს ბევრად უფრო ფოკუსირებული პროგრამა. ბიზნესთან უკვე შემოთავაზებები გვაქვს ჩვენ ამ კუთხით, ხო ასეა? ასე არის. და კიდევ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. 1 დეკემბრიდან ეს პროგრამა უნდა დაიწყოს. მთელ რიგ ადგილებში დაიწყო დაზღვევის პროგრამა, მასწავლებლების დაზღვევის პროგრამა, მასწავლებლების ხელფასების პროგრამა. დღეს შევხვდი ასევე მასწავლებლებს და ისინი ძალიან იმედის თვალით უყურებენ ამას და ჩვენ არ უნდა გავაწყვეტოთ ეს იმედები და ეს ხო დასაწყისია იმ ხელფასების ის რაც რეალურად მოხდება ამ სექტორში. მთელ რიგ ადგილზე თბილისი იწყებს ამას და ბათუმი და რამდენიმე სხვა ადგილზეც გაკეთდება ეს იქნება დაზღვევა უბრალოდ სამედიცინო დამატებით დახმარება წამლების კუთხით ეს არის იმ ხალხის მიმართ ვისაც ყველაზე მეტად უჭირს ცალკე აღებული ვაუჩერები და ეს ამან რეგულარული ხასიათი უნდა მიიღოს იმიტომ რომ ერთია დაზღვევა და მეორეა ის ხალხი ვინც უბრალოდ სახშია და იმას არ უნდა შეექმნას პრობლემები და სადაც შევძლებთ ამას ამ ეტაპზე დავიწყოთ და შემდეგ თანდათან გავცელდება ეს თელ ქვეყანაზე ეს არის ასევე კონკრეტული საკითხები რომელიც დაკავშირებული არის ენერგომომარაგებასთან და იქ დაწყებული გაზიფიკაციიდან ამ ვაუჩერების სწორი გათვლიდან იმიტომ რამდენიმე ადგილზე შეიქმნა ტექნიკური სიძნელეები და ჩვენ ეს ტექნიკური სიძნელეები ყველა ერთად უნდა გამოვიწყოთ, ამიტომ ენერგეტიკის სამინისტრო და თქვენ პირადად უნდა ჩაერიოთ, რომ არავინ პრობლემი არ შექმნას ამ კუთხით, ისევე როგორც ჩვენ შეშაზე მე იცით განსაკუთრებული გადაწყვეტილება მივიღეთ დათო ჩანტლაძესთან ერთად, ამ მიმართულებითაც რაიმე ბიუროკრატიას ადგილი არ უნდა ქონდეს. ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ამ ოთახში მიიღება, უნდა მივიდეს ხალხამდე, ყოველგვარი არასწორად ინტერპრეტირების, ყოველგვარი ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და საბოლოო ჯამში ყველა უნდა ესმოდეს რომ პოლიტიკური ბრძოლების ბატალიების თუნდაც ისტორიული პოლიტიკური ბრძოლების ფონზე ქვეყანა ფუნქციონირებს ჩვენი მოწინააღმდეგისთვის მოულოდნელად მაგრამ ჩვენთვის გასაგებად ძალიან კარგად და სწორად ჩვენ შევქმნით ისეთი ქვეყანა რომელსაც ესე ადვილად ვერავინ ვერ შეარყევს და ამ ხევებს არ დაატყობს თითოეულ მოქალაქეს ჩვენი ქვეყნის და მე ასევე მინდა ჩვენ მოქალაქეებს უთხრა არ ინერვიულო, თავარი ახლა შევინარჩუნოთ სიწყლარეს, სიმშვიდე და ორგანიზებულად წავიდეთ არჩევნებზე. იმიტომ რომ ახლა როგორც არასდროს წყდება ქვეყნის ფუნდამენტური საკითხი. შედგება თუ არა საქართველოს როგორც სახელმწიფო, თუ შეძლებენ სახელმწიფოების საფუძვლების შერყევას. აქამდე ვერ შეძლეს და მომავალში ჩვენ ყველამ ერთად და პასუხისმგებლობა ყველამ ერთად უნდა გავიზიაროთ. არ უნდა მიცეთ საშუალება ყველანაირ ბნელ, მაფიოზო, ოლიგარქიულ ბინძურ ძალებს საქართველოში რაიმე სახის პრობლემების შექმნის. ეს არის ძალიან ფუნდამენტური ამოცანა უახლოესი 40 დღის. პოლიტიკურმა სპექტრმა საქართველოში თავრობამ პარლამენტმა გამოიჩინა საოცარი ერთსულოვნება მათ და მოულოდნელად მაგრამ ეს უნდა ბოლომდეა შესანარჩუნებელი ჩვენ მოქალაქეებმა ბოლომდე და დაინახონ რომ ეს ყველაფერი არის შეუქცევადი, ეს ყველაფერი კეთდება მათთვის და ისინიც უნდა მათი თანამონაწილეობა აქ იქნება გარანტირებული. საბოლოო ჯამში თითოეული ჩვენგანის გადასაწყვეტია საქართველოს და თითოეული ჩვენგანის თითოეული ოჯახის მომავალი. ასევე მე იმედი მაქვს რომ ჩვეულებრივად გაგრძელდება ყველა საკითხი რომელიც ეხება საქართველოს თავდაცვას. რაც შეეხება პოლიციის კუთხით მე ვფიქრობ აქ ზოე მიღებულია და უზრუნველყოფა სათანადო დონეზე გაკეთებულია. ენერგეტიკის კუთხით მე ვფიქრობ კონტრაქტები გვაქვს
და ეს ყველაფერი გრძელდება, მოლაპარაკებიც გრძელდება მათ შორის გრძელვადიან კონტრაქტებზე, ვასია. სოციალური კუთხით ბევრი რამე დავთვალეთ და თუ კიდე რამე არის დასათვლელი და გასაკეთებელი. მე ვფიქრობ, ამას გააგრძელებთ. საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორც ევროინტეგრაცია, ევროპული კუთხით, ასე მთლიან საერთაშორისო კუთხით თქვენ მუშაობას აგრძელებთ და ეს ძალიან ინტენსიური უნდა იყოს, რომ ჩამოვიყვანოთ ძალიან ბევრი დამკვირვებელი, რომ ვერავინ ვერ შეძლოს რაიმე სახის პრობლემების შექმნა არჩევნების დემოკრატიულობის და არჩევნებთან დაკავშირებული რაღაც სხვა პროცესების წარმართვის კუთხით. სუბელიანი უკვე შესულია როლში, როგორც ნახეთ და მაგრამ მე მინდა იცოდე ასე უკვე რომ ყველაზე მეტად რთულად გადასატანი ყოველთვის ყველა ზამთარი არის სწორედ ყველაზე დაუცველი ნაწილის ჩვენი საზოგადოების დევნილები ასეთები არიან მართლა. ამიტომ ეხლა მაგალითად დასაქმების პროგრამაში მაქსიმალურად შეეცადე რომ ისინი ჩართო. ეხლა დღეს 21 წლის ქოკო მეხვეწებოდა იქ შეხვედრაზე საბურთალოში ხვდებოდი კორპუსის წარმოადგენლებს იმ 11 ლარიანი დახმარების გაზეთს რომელიც აუცილებლად უნდა გაუზარდოთ. მაგრამ ეხლა ამ გოგოს შეუულია 600 ლარი აიღოს დასაქმების პროგრამით თუ რამდენიც არის დაახლოებით 600 ლარამდე გამოდის თუ კარგად ჩაიმევა დასაქმების პროგრამაში. მაქსიმალურად ამას უნდა გაუწიოთ ჩვენ რეკლამირება იმისაც რომ მათ შორის დევნილებმა დაინახონ რომ მათაც აქვს პერსპექტივა განსაკუთრებით ქალაქებში ამ პირველ ეტაპზე იმისაც რომ ასევე უკეთესი შემოსავლები გქონდეთ და ასე უკეთეს დასაქმების პერსპექტივა და საბოლოო ჯამში საქართველოს მთავრობამ უნდა შექმნას ზუსტი დროში გაწერილი პერსპექტივა მათი დაბრუნების იქ სადაც ყველამ უნდა დაბრუნდეთ აფხაზეთში და ამ კონფლიქტების გადაწყვეტის 5 იანვარს წყდება ჩვენი ნორმალური ცხოვრების საკითხიც მომავალში და ტერიტორიული მთლიანობის საკითხიც. სათხარკოა. ამ დღეების განმავლობაში ბატონ პრეზიდენტო პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ დობისთვის. მეორე რიგში პირობა მოგცეთ იმისა რომ თითოეული თქვენი დავალება ჩემგან იქნება შესრულებული დაუზარელად 24 საათის განმავლობაში და მეცდები არ მოვიქცე ისე რომ ჩემი ასე ვთქვათ უხეიროს აქციების გამო ხალხი თქვენზე განაწყენეს. დილით 6 საათიდან 8 საათამდე მაინც დაიძინე ხოლმე. და თუ ყველა იმას იფიქრებს რომ მათის აქციების გამო ჩემზე არ უნდა განაწყენეს, ესეც სწორი მიდგომა აბსოლუტურად ამის მთავრობის სხვა წევრებს რეკომენდაციას ვაძლევთ რომ სუბელიანისგან აიღონ მაგალითი ამ კუთხით. სხვა საკითხებია. 3 დეკემბერს არის დაგეგმილი შეხვედრა ძალიან ბევრ ინვესტორთან ლონდონში, რომელსაც მე დავესწრები და განუმარტავ იმ პროცესებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს. განწყობა არის ძალიან კარგი, მათ შორის ის ინვესტორებია, ვინც წლების მანძილზე უკვე აბანდებს საქართველოში თავის კაპიტალს და ასე ვთქვათ, მე მათ ბევრჯერ შევხვედრილ ვარ, ოღონდ სხვა როლში, ახლა ეს იქნება ჩემთვის პირველი აი ამ როლში და ვესწრები განუმარტო და აუხსნა თუ რა პერსპექტივები გველდება, თუ რა ძალიან მყარი საფუძველი არის ამ ჩვენი ეკონომიკური ოპტიმიზმის, რომელიც ნამდვილად არის. იგეგმება შეხვედრები ბრიუსელში 4-ში, 5-ში და 6-ში. თუმცა მინდა გითხრათ რომ იქ პარლამენტის ტრიბუნაზე ისე შტაბეჭერა მე გქონდა რომ იქ დაბადებითი არ დაბადებულ ხარ, მაგრამ ნამდვილად 1-6 მოწვევის პარლამენტში მეტი არაფერი არ გეკეთებია თუ არა პარლამენტარების დაწვრილება. მართლა იყო მე მინდა ვთქვა ძალიან საქმიანი განხილვა. ყოველგვარი პიეტეტის გარეშე ეს არ იყო რაღაცა ეს იყო საქმიანი კონკრეტული განხილვა. ჩვენ ვიცით რას ვაკეთებთ, ვიცით როგორ უნდა გავაკეთოთ და ვიცით რატომ. რატომ, რამდენ ხანში და ნამდვილად გაკეთდება. და ეს ეჭვს არ ეწევს. მადლობთ. გარდა ამისა, გქონდა ჩვენ დღეს შეხვედრა ფინანსთა მინისტრ, ეკონომიკური განვითარების მინისტრ მე ჩვენს შეასე პოსტსკრიპტუმი კვლავ უბრუნდება პირდაპირ ეთერში თქვენ ნახეთ პრეზიდენტი და მთავრობა ძალზე ოპტიმისტურადაა განწყობილი. ჩვენ ამ თემას დაუბრუნდებით. მომავალ სამშაბათს კი პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს კანონს ამნისტიის შესახებ, რომელიც რამოდენიმე 1000 პატიმარს შეეხება. ხელისუფლების განცხადებით ეს წინა საარჩევნოდ არ გაკეთებულა მიზეზი ორგანიზებული დანაშაულის შემცირება, რაც იმის გარანტია, რომ ციხიდან გამოსულ ადამიანებს ნაკლები შანსი ექნებათ კვლავ კრიმინალურ საქმიანობას დაუბრუნდნენ. ექსპერტების ნაწილი კი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ციხეები უბრალოდ გადავსებულია. მანამდე კი სიხარული ცრემლი და სიმღერა 772 ოჯახში წუხალ შვებით ამოისუნთქეს ზუსტად ამდენი პატიმარი შეიწყალა პრეზიდენტმა. შეწყალებულთა შორის იყო მედოლი გიორგი საცერაძე, რომელიც მობილურის მოპარვისათვის 3 წლის ციხეში ჩასვეს. პოსტსკრიპტუმის გადამღები ჯგუფი მას საკნიდან სახლამდე მიიყვა. მედოლის ისტორიის ფონზე სანდრო კაკაბაძე გიჩვენებდა მოგიყვება თუ რა ხდება ციხის შიგნით და გარეთ.
ნივთების საქმიდან თავისუფლებაზე გასატანად გიორგობის დღეს 772 კაცს ჰქონდა გამზადებული. მათ შორის გიორგი საცერაძეს. მას ციხეში 3 წელიწადი უნდა გაეტარებინა. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი შეწყალებით რუსთავის მეორე კოლონიას ის წელიწადით და 2 თვით ადრე ტოვებს. საცერაძე. ახავარ. სახელი გვარი მამის სახელი. გიორგი საცერაძე გოჩასძე. გიორგი გარეთ მიგელოდება როგორიც. დედა. ათლია და ჩემი ყველა კაი ხარ. მე ბატონს. რამდენი ხანია აღგინახი? წელიწადი და 10 თვე. სანამ გარეთ გავლენ, ვისაც შეწყალება არ შეეხო, იმათ ემშვიდობებიან. ახავარ, ახა. გენაცვალე, დედა გენაცვალა. გიორგის დედა. რამდენიმე გათავისუფლებულს შვილი და მეუღლე ხვდება. ეხლა მე ვიცი რასაც ვიზა. ეხლა სვამოლა. პროფესიით მედოლე, გიორგიმ თავისუფლებაზე გასვლისთანავე ინსტრუმენტი აიღო ხელში. ეგა გიორგის და მანქანას სახლამდე მისვლას არ აცდის. სახლში ახალ წელს სასჯელის სრულად მოხდის გარეშე კიდევ ასობით მსჯავრდებული და წინასწარ გამოძიებაში მყოფი პირი შეხვდება. პარლამენტი ამნისტიის კანონს რამდენიმე დღეში დაამტკიცებს. პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც არჩევნებამდე 1 თვით ადრე შევაძალაში, ელენე თევდორაძე წინა საარჩევნო სვლად ართვლის. ეს არის აბსოლუტური დამთხევა უბრალოდ იმიტომ, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში მქონდა შეხვედრა პრეზიდენტთან, რომელიც დაინტერესდა რა მდგომარეობა გვაქვს ციხეში. ნამდვილად არავინ არ იფიქრებდა შუა რიცხვებში ოქტომბრის, რომ საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნებოდა. ამნისტიის აუცილებლობის მთავარ მიზეზად პარლამენტარი ციხეების გადატვირთვას ასახელებს. სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებები მაქსიმუმ 10,000 კაცზეა გათვლილი. იქ კი 20,000-მდე პატიმარია. გიორგი საცერაძე რუსთავის კოლონიიდან გამოვიდა, სადაც ყველა მსჯავრდებულს ინდივიდუალური საწოლი აქვს. სხვა პირობებში გაატარა სასჯელის პირველი ნაწილი. მეხუთე სამყრობელის ძევი დნორში ვიჯექი. იქ ვიყავი 3 კაცთან სმენკაში. 3 კაცთან. აი, დაიძინა ადამიანმა 5 საათი. გაღვიძებს გეუნება. ეხლა ხო შენ დაიძინე 5 საათი, ეხლა მე დამაძინე ის 5 საათი. სულ მეძინე 3 საათი. იმ 3 კაცს. 6 თვის განმავლობაში. ციხეები ამ ეტაპზე მხოლოდ შეწყალებულებმა დატოვეს. ამნისტიის შემდეგ კი სხვადასხვა მონაცემებით თავისუფლებას კიდევ 1200-დან 3000-მდე ადამიანი მიიღებს.